როგორ მიხარია რომ მოდიხართ ხოლმე ჩვენსაც? მე ძალიან მიხარია ბატონო. იკარგებით პერიოდულად, მაგრამ მაინც დააგროვებთ ალბათ ამ ლექსების კრებული მაქვს, ამჯერად კრებული მაქვს მოტანილი. ვიდეო კრებული. დავიწყო ბატონო. დავიწყოთ, საინტერესო ლექსებია, თან აქტუალური თემა იმდენად ისეთია ქვეყანაში, რომ დაგროვდა, ბევრი დაგროვდა. ბევრი კარგი ლექსი უნდა წაგვიკითხოთ წესით. აბა დავიწყოთ. შარლ მიშელი გავაოცეთ. გადაგდებით მორიგით ევროპულ ღირებულებებს. შეუვარეთ ქორი. ხო და აჯაიგრევე. რა ვქნა ბატონო, ანუ სულ ასეთები მოდის და რა გავაკეთე? ვიდი. მე როდესაც გავიზრდები, დამერდება ღიპი. ხარში როცა დამერქმა ფულიანი ტიპი, მაშინ უნდა შევიძინო უდიდესი ჯიპი. ღარიბებს რომ ჩაუქროლებ და უძახებ. პიპ. აი, ვასო როგორი ესეთი არის. პიპ, მოდის ავტო, ესეც ავტომობილი. ვასებოს თამარ ესეც იმელა. მოდის ავტომობილი გავაგზავნოთ, ბატონო ვასო. ევროპას უკვე ძალიან დავშორდით. აღარც კი დამჩა სიტყვა ნუგეშის. ერთადერთი რაც დაგჩენია, ღრმადმა ჩავისუნთქოთ და სადიდანში შეყო თავი რუსეთის. აი ესე კატეგორიულად გადაწყვიტა. სასაცილო არ არის, ვასო. სამწუხაროა. სასაცილო. გეთახმებით. სევდიანი ლექსები. სევდიანი ლექსებია, ბატონო ვასო, იმიტომ რომ რუსეთს რაც ეხება, მე მგონი უფრო სევდანარევია. დიახ. სულთად რომ არ გადავგვარდეთ და არ გავხდეთ პრორუსები. ამისათვის ჩავატაროთ ფესტივალები, იარმარკები, კონკურსები. იარმარკები, კონკურსები. 1000 მერაპრიაცებია ბატონო ვანო. შეგვიძლია გავაკეთოთ რა. კაია. ცხარტულა. კივი ვიყიდე არკივის. ტირი ვიყიდე არტირის. არჩი ვიყიდე არჩივის. წავი ვიყიდე არწივის. ამ დროს თვალები უნდა გადმოყარო, ხო იცი? გიჟუნ. არწივის, კი ბატონო. მუდელთავრებსაც გჭირდება ცოტა კომფორტი, გაიგე? ჩვენ ფული შოვნა არ გვინდა, უბრალოდ გვიწევს, გაიგე? რა უნდა, რა გინდა მე უკვე ანტონისგან, ვაგებით. არ უბრალოდ აქტუალურია, მე არაფერი არ გვინდა. კი ბატონო. 9 წლის უკან ვიხაროდა. სულ ბიძინა ვიყვირეთ, თვალზე ბინდი გადაგვეკრა, დოლარებზე ვიფიქრეთ, მაგრამ ბიძომ გადაგვაგდო და წინ ვეღარ მივიწევთ, სამწუხაროდ ფულის ნაცვლად. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. დიდი სიამოვნება. და ბოლო ლექსი ბატონო ვანო. კი ბატონო ვასო, მიდი ბიძანით. ბოლო ლექსი თქვენ გეძღვნებათ. მე მეძღნება? აი აქ ახართ უკვე და მოგიძღვნით ერთი ლექსი. რას ლაპარაკობ? აი ახლა ვიტყვი ყველაფერ ჩემს სათქმეს. აბა ვნახოთ. დიახაც. რა გაქვს სათქმელი ჩემთან? მე ძალიან პატარა. აი ახლა მე ლექსით გეტყვი ყველაფერს. მიდი. მუდამ ვიყავი მართალი კაცი. ლექსისთვის თავი არ დამიზოგავს. რაც გავაკეთე, ყველა მიცოდა, მაგრამ ამან მაინც ტრაქში აყვავებული ბროწეული მიწოდა. აი, მე სადავყავდები, შენი საქმე არ არის. იცი რა დეგენერატ, რას მეტყვი? სამი თქვენი გზა იპოვეთ, რა თქვენი უნიჭო ლექსები აქ არაფერში მჭირდება. ჩემი ფეხი არ იქნება ამ სტუდიაში. სექტემბრამდე. ყველა ლექსი ანულირებულია ჩემს გადაცემაში. დეგენერატ, ყველა ლექსი ანულირებულია. კარგად იყავი. ნახვამდის